ხალი რა უნდა ვთქვათ, ხომ, პრინციპში ყველაფერი ძალიან გასაგებია, ძალიან გაცხადებულია ამ ადამიანების განცხადებები მართლაც საინტერესო არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არიან მარიონეტები ივანიშვილის და ივანიშვილს კი აქვს დიალოგი პუტინთან და რუსეთთან, ისევე როგორც ამათ აქვთ დიალოგი ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ დღეს რა სიტყვის ივანიშვილის პრემიერი კობაკიძე არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ დაიჭიროს ეს კაცი, როგორც დაიჭირა მისი წინამორბედი ღარიბაშვილი, რომელიც არაბის არ ახსოვს. და კიდევ ერთი მათი წინამორბედი აგერ საერთოდ ემიგრაციაშია წასული, რომელსაც დიდ ამბებს უმღეროდა როგორც ქართული ოცნების საუკეთესო პრემიერ-მინისტრს. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა ამათ განცხადებებს არ აქვს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საბოლოო ჯამში რას იტყვის რომელიმე მათგანი, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიას ვერ შეცვლი. და საქართველოს ისტორიული იმპერია 200 წლიანი რუსეთი და ეს არის ფაქტი. 1800 პირველი წლიდან, როდესაც გამოცხადდა 1800 პირველი წლის 12 აპრილს სიონში იმპერატორ ალექსანდრე პირველის ბრძანება ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა, როდესაც მეზარბაზნეები დაუყენეს სიონს გარშემო, რომ იქ წინააღმდეგობის შემთხვევაში ქართველი არისტოკრატები ჩაეხოცათ პირდაპირ მნიშვნელობით. აი იქიდან მოყოლებული არის მტერი და აი ბოლო თქვენი ასე ვთქვათ კომენტარიდან გავცემდი პასუხს ივანიშვილის ქალაქის მერი კალაძე, რომელიც ახლა იძლევა დაუღალავად რუსულად ინტერვიუებს, ესეც განპირობებულია რითი, ხომ? ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა არ დავიწყებ ანალიზს და მათ შორის მორალურ და ეთიკურ ანალიზს იმ ცნობილი ინციდენტისა, რაც კახეთში მოხდა. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს აშკარად უთუოდ ძალადობრივი აქტი, ვთქვათ, ქართველი ახალგაზრდა კაცისა რუსი ქალის მიმართ, ამას არ ვაფასებ, ცხადია ეს იყო ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდი და შემზარავი სანახაობა და არავითარ შემთხვევაში ძალადობა არც ერთი ნიშნით არ არის გასამართლებელი, მაგრამ ამან ძალიან დააფრთხო ეს რაღაცა კრებითი რუსი ტურისტი, რომელიც არც თავის ისტორია იცის, რომელმაც არც თავის ისტორია იცის. მით უმეტეს არ იცის საქართველოს ისტორია, საერთოდ კონტექსტი არ იცის და ამიტომ ბუნებრივია ეს ძალიან გავრცელდა, უამრავი ვთქვათ, თუნდაც თუ მოახერხებთ ქუჩაში გასვლას, რა ვიცი, ყველაფერი გადათხრილია და გადაჯეგილია თბილისის ცენტრში, თითქოს რა ვიცი, ყველა პრობლემა მოგვარებული იყო, რომ ახლა რუსთაველის ბრჭყალებში გალამაზებაზე არ დაეწყო ზრუნვა, ინგრევა მთელი დაწმინდა და სოლულაკი, მათ შორის მათი ამ ბეტონის სიმახინჯეების მშენებლობით და ფულის კეთების ამ ჟინით განპირობებული, ეს კიდე სხვა საკითხია, მაგრამ სადაც არ გაივლით, გეტყვიან, რომ საკმაოდ დაიკლო ამ ტურისტების შემოდინება, მათი პროპაგანდისტებიც კი გაჰკივიან, რომ ჩაგვივარდა სეზონი და სხვადასხვა. ამიტომ აი ამ კაც ძალიან ისეთი მარტივი გზავნილი აქვს, რომ მოდით ისე ფული დახარჯეთ და ასე შემდეგ და თვითონაც მუდმივად ამ სარგებელის მოლოდინში არიან. მაგრამ იცით რა არის, ყოველგვარი რაღაცა გადაჭარბებისა და ისტორიციზმის გარეშე განა ვინმეს ვერჩი ნაციონალური ნიშნით, მაგრამ ზოგადად ისტორიულად რუსმა აქ ვერასდროს ვერ მოიკიდა ფეხი და ვერც მოიკიდებს. აი ეს მიწა რაღაცნაირად არ უშვებს ამას. აი ასია ეს ამბავი საბოლოო ჯამში. ხომ აი რამდენი პერიპეტია გაიარა საქართველომ რუსეთის იმპერიის მონობაში, მაგრამ ვერ გარუსტა ეს ქვეყანა. ამიტომ მათი ეს განცხადებებიც აგვისტოს ომთან მიმართებით, ხომ, რაღაცა ისტერიკას რო იმართებენ ხოლმე და საბოლოოდ მათი დამფასებელი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ისტორიული მტრები რო არიან და თან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩამდენი დამნაშავეები. მე გულისხმობ პუტინის საგარეო მინისტრ ლავროვს, რომელიც არაფრით არ განსხვავდება რომელიმე რიბენტროპისგან ან მოლოტოვისგან, ან ეს რო ყავთ ეს ქალბატონი ზახაროვა და სხვები, რომელებიც არიან უბრალოდ ფიგურანტები, ადრე თუ გვიან ჰააგის სასამართლოსი, როგორც ეს დაემართათ მილოშევიჩსა და სხვებს, მარტო ისინი ასე ვთქვათ იხარჯებიან კომპლიმენტებად. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი კონტექსტი. ქართული ოცნება, ჩვენ ამას ავხსნიდით, რომ ხო, სხვა კონტექსტი რომ იყოს, რომ თქვათ არ უნდათ რომ მკვეთრი განცხადებები გააკეთონ, რომ მართლა რუსეთი რაღაცნაირად ირაციონალური ძალა. ამას გავიგებდით, რომ იყოს ადეკვატური და ჯამრთელი დამოკიდებულება ევროკავშირისა და
და დასავლეთის მიმართ. ამ ხალხს ივანიშვილის მეთაურობით ომი აქვს გამოცხადებული. ხო, სხვა შორის ლასა ჩვენი რესპონდენტების ნაწილი ხშირად ამბობდა წინა პერიოდებში, ვიდრე თქვათ ესე გამწვავდებოდა ვითარება და დაპირისპირება იქნებოდა ხილული, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის წინ შესაძლოა ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ოცნება პერიოდულად მიუთითებდა ხოლმე, გასაგები ყოფილიყო. ხო, ამაზე არაერთ ჩვენს რესპონდენტს უთქვამს და ამაზე გვიმსჯელია კიდეც, მაგრამ დიამეტრალურად იცვლება ვითარება. სხვათა შორის 2021 წელს ასახელებს კობახიძე. ლაშა თუ ქონდა შესაძლებლობა, არ ვიცი, დღის განმავლობაში მიგექცია ყურადღება, მე ვახსენე კულტურის სფეროს წარმომადგენლების სამიზნედ ქცევა, ეს ვრცელია, ხო, ჩამონათვალის უხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და ასე შემდეგ, პაატა ბურჭულაძე და სხვები და ის ამბობდა დღეს, რომ არ შეიძლება იყო რუსოფობი 2009 წლებში და გახდა 2022 წლის შემდეგ. აი ეს 2022-ს გასაგებია, ხო, უკრაინის ომის თარიღზეა საუბარი. აი როგორ ფიქრობ, რატომ? აი რატომ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს და რა არის ამ კამპანიის მიზანი, რომელსაც თვალს ვადევნებთ? ამ შემთხვევაში გულისხმობ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხილების კამპანიას, ხო, აი რაღაც მთელი თარიღების ამოღებით, ვინ როდის იყო რუსეთში და ქართული ოცნების ჩივილს ორმაგ სტანდარტზე. დისკრედიტირების მცდელობა, ავტორიტეტების თან კონფლიქტის მცდელობა, იმიტომ რომ პაატა ბურჭულაძე არის სინდისის პატიმარი და მთელი მსოფლიოსათვის არის საგანძური. პაატა ბურჭულაძის და ეხლა მართლაც რა ვიცი, ყეფასავით ისმის მათი და წკავწკავივით ისმის ეხლა პაატა ბურჭულაძესთან მიმართებით და ამას ახლა იმიტომ არ ვამბობ, რომ პაატა ბურჭულაძე ახლა ციხეშია და არის საქართველოს ისტორიის და საზოგადოების სირცხვილი ამ ადამიანის ციხეში ყოფნა, სრულიად უდადაშაულო ადამიანის პაატა ბურჭულაძე ძალიან დიდი და ძალიან მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს. ნიკა რაჭველი მით უმეტეს მართლა სამარცხვინოა და შემზარავია ასეთი ფარისევლობის ყურება, როდესაც აი ასეთ ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც ტაშს უკრავდნენ ყოველთვის მათი ტალანტისა და გამო, ახლა რა კი ისინი არიან ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებულები და უпростоრად ქართულ ოცნებასთანაც არ არიან ხო დაპირისპირებულები. ყველა ეს ადამიანი არის აღშფოთებული, სხვა ყველა თარიღს რომ თავიდავანებოთ 28 ნოემბრის ივანიშვილის პრემიერი კობახიძის განცხადებით, როდესაც მან გამოაცხადა საჯაროდ, რომ საქართველოს დაასრულა სულა ევროკავშირის ინტეგრაციისაკენ და ფაქტობრივად ჩაუკეთა საქართველოს გზა. ამიტომ ამას სიემდეში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ესეთოთ არც უნდა ინერვიულოს. ამაზე და დარწმუნებული ვარ, არც ნერვიულობს, არც ნიკა რაჭველი და არც პაატა ბურჭულაძე. მათ თავისი ისტორია აქვს უკვე, მათ შექმნეს თავისი ისტორია და ჩვენ კი ვიცით რა ისტორიას ქმნიან და რას დატოვებს ქართული ოცნება. თუ კი ათვლის წერტილად იღებს კობახიძე 2021 წელს, ეს ათვლის წერტილი შეიძლება ძალიან უფრო ადრეული თარიღიც იყოს, ეხლა თუნდაც 2019 წლის გავრილოვის ღამე არის ალბათ რაღაცნაირად ისეთი ძალიან დიდი და ფართო საზოგადოებისათვის წყალგამყოფი, როდესაც ფაქტია, რომ მათ ერთმნიშვნელოვნად ძალიან შეცდნენ ფსონიდადეს მაშინაც ივანიშვილის უფსოვსდებდა რუსეთზე და გავრილოვის შემთხვევაშიც უნდა დარწმუნებულიყო, რომ ქართული საზოგადოება მას არ მიიღებდა თავის თავად ცხადია და შემდეგ უკვე 2022 წელი, როდესაც ქართული საზოგადოების რეაქცია შეხვდათ აი ამ 25 თებერვლის განცხადების მერე მაშინდელი მათი პრემიერი ღარიბაშვილის გახსოვთ, რომ უკრაინას დააბრალა ომის დაწყება და არა თავდამსხმელ პუტინს. სულ არასწორ ფსონსდებენ, ანუ ტაქტიკურად დროს იგებს რეპრესიული მეთოდებისა და ჯარიმებისა და ასე ვთქვათ ფიზიკური ზეწოლისა და თავისუფლების წართმევის ხარჯზე ივანიშვილი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, მაგრამ სტრატეგიულად ვერ იგებს. თვითონ ეს ტერმინიც ანა რა თქვენ ახსენეთ, რუსოფობია, ეს რუსული ტერმინია, ეს პუტინისტური ტერმინია, ეს პუტინის პროპაგანდისტული ტერმინია. არავინ საერთოდ ამ ეს ტერმინი არ ითარგმნება, უთარგმნელი ტერმინია. ეს არის გამოგონილი ისევ და ისევ ტრის ხატების შექმნის მიზნით რუსული პროპაგანდის მიერ, რომელსაც ესენი იმეორებენ, იმიტომ რომ ესენი მთლიანად საშინაო დავალებებს ასრულებენ რუსეთისგან იწერენ. დარწმუნებული ვარ, ახლა ნამდვილად ვერ დავასახელებ ზუსტად, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ ნამდვილად რუსული სპეცსამსახურებისგან შეხედეთ მათ პროპაგანდისტულ მედიას, იმედი იქნება ეს თუ რუსთავი ორი იქნება, ერთიანად, ერთსა და იგივე სინტაქსსაც კი არ სულიან თავიანთი გაცხადებების, როდესაც თავს ესხმიან მაგალითად ზელენსკის, ან
როდესაც თავს ესხმიან იგივე თქვენს მიერ ჩამოთვლილ უნიჭიერეს მუსიკოსებსა და პაატა ბურჭულაძეს თუ სიდისის პატიმრებსა თუ ყველა ჩვენგანს, რომელი ერთი გრებავთ. ეს ერთი სცენარია, ერთი სიტყვით. მაგრამ იცით რა არის, ამას არანაირი შედეგი არ აქვს საბოლოო ჯამში. ანუ ყველამ გადასარევად იცის თუ ვინ არის საქართველოს მტერი, ეხლა კონფორმისტები, კარიერისტები, სტატუს კვოს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ჯობია რომ დღევანდელი კვერცხი თუ დღევანდელი კატაბი ხვალინდერ კვერცხი როგორც გნებავთ, არ ვიცი. აი ესეთი ხალხი ყველა საზოგადოებაში არის გარკვეული პროცენტულობით, მაგრამ ეს არ არის უმრავლესობა. უმრავლესობა ქართული საზოგადოების არის პროევროპული და ეს ადრე თუ გვიან მოხდება და ეს არის შემზარავი, ისე როდესაც კონტექსტზე ვსაუბრობთ. ანა კონტექსტი არის, როდესაც შევხედავთ რომ კავკასია თავისუფლდება რუსეთისაგან, იმიტომ რუსეთი სუსტდება, და ყოველდღიურად სუსტდება და ყოველთვიურად სუსტდება და დასუსტდება, იმიტომ რომ უკრაინა და დასავლეთი კოლექტიური გაიმარჯვებს, არავინ არ დათმობს უკრაინას. დასავლეთი არ დათმობს უკრაინას და არც უკრაინელები დათმობენ თავის დამოუკიდებლობას. ჩვენ ვხედავთ რომ სომხეთი როგორ ვითარდება, ჩვენ ვხედავთ მიუხედავად რომ სხვა ასე ვთქვათ შინაარსიერი და დემოკრატიული ქვეყანა არ არის აზერბაიჯანი, მაგრამ მას სხვა ინტერესებია და ნამდვილად ანტირუსული და აშკარად პროუკრაინული და ამ შემთხვევაში კავკასიის გათავისუფლება საქართველოს გარეშე შეუძლებელია. ეს ისტორიულად ასე იყო და ასე იქნება. ამიტომ ეს ნონსენსი. როდესაც ესენი გამოდიან და ლაპარაკობენ აი ამ მარტო ცალმლი მიმართულებით და მიმართავენ აი ამ პუტინებსა და ლავროვებსა და ზახაროვებს, ვიმეორებ ისევ და ისევ, ამას კიდე გავიგებდი და ავხსნით, რომ იყოს ადეკვატური პოლიტიკა და პროქართული პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ ინტეგრაციასთან საქართველოს. მაგრამ ეს არ არის. ჩვენ ვხედავთ, ვიზე ლაპარაკობენ უკასრავად, რომანოვი ფარცხალაძე ყავდათ მთავარ პროკურორად, რომელიც არის FSB-ს აგენტი, რომელიც არის რუსეთში გაქცეული, ეხლა კიდე ვითომ და რომ ტრათ მოიკიდეს და კიდე რამხელა ინფილტრაცია წარმოუდგენელი ალბათ რუსეთის სპეცსამსახურებისა და რამდენია კიდე ქართულ ოცნებაში ეს მილიონერი, რომლებიც ქართული ოცნების დეპუტატები, რომლებიც კაცმა არ იცის რას აკეთებს და თუმცა მათი საქმენი ავლენენ მათ თქმედების შინაარს. ეს არის ანტიქართული მათი მოღვაწეობა, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან სახიფათო და თუნდაც ის რომ ვერ შევაგნებინეთ ამ მართლა ვიგინდარებს, რომ ხო აგვისტოს ომი ეს არის პრინციპული, დიახ თარიღების ომის არის. აგვისტოს ომის თარიღი არის 7 აგვისტო. მანამდე არის დაწყებული, ბევრად ადრე და ამის გადაწერასაც ვერ მოახერხებენ ამ ისტორიის. აგვისტოს დასაწყისი და მანამდეც გაზაფხული და მოყოლებული რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საქართველოში ინტერვენცია დაეწყო. და ჯერ მაშინდელი მსოფლიო ვერ ხვდებოდა ამას, იმიტომ რომ არ იყო არც ყირიმი 2014 წლის და მით უმეტეს არ იყო 2022 წლის უკრაინაზე თავდასხმა. როგორც საერთოდ ყოველთვის ხდება, საქართველო არის პირველი ხოლმე. პირველი და უბრალოდ რა კი არის პატარა ქვეყანა და რა კი არის აი ამ უმძიმეს ასე ვთქვათ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და გეოგრაფიულ კონტექსტში ყოველთვის ძალიან უჭირს საქართველოს თავისი სიმართლის დამტკიცება, მაგრამ ახლა ყველასთვის გასაგებია. ამიტომ ეს ცალსახაა. ეს ყველაფერი ძალიან ცალსახაა, ძალიან ნათელი. ლაშა, ერთი კითხვა მინდა დაგისვა, თქვენ ახსენეთ, რომ იმ განცხადებებით, რომელსაც მიმართავს ქართული ოცნება, განსაკუთრებით ომთან დაკავშირებული გზავნილებით, ასეთ შემთხვევაში ადრესატი და სამიზნე არის ქვეყნის გარეთ. აი რადგან დღის ბოლოა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი რაღაც შევკრიბოთ, ხო, დღის განმავლობაში მოსმენილი შეფასებები, მოსაზრებები, რომ არა მხოლოდ ასეა, რომ შიდა აუდიტორია, ეს არის მნიშვნელოვანი სამიზნე ქართული ოცნებისთვის, რომელსაც ის ყოველთვის ითვალისწინებს. და ასეთ შემთხვევაში, ლაშა, აი თუ თქვათ, ეხლა საზოგადოების ნაწილის გამოცდა, თქვათ, რას გაატარებს, რას არა, რას მიიღებს, რას დაამკვიდრებს, რას დაუსვამს წერტილს და არ დაუსვამს იგივე ომის თარიღზე თუ სხვა საკითხებზე, აი რა უნდა იყოს ის საპირისპირო პოლიტიკა, თქვათ ის ინფორმაციული ნაკადი თუ განწყობები თუ გადაწყვეტილებები, რომელსაც საზოგადოება პარალელურად უნდა ხედავდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველას აღიარებული აქვს, რომ ეს რაღაც პროპაგანდის ძალიან დიდი ნაკადია, რომელსაც შესაბამისი მძლავრი დაპირისპირება სჭირდება. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ჩვენ საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალზე ვსაუბრობთ ეხლა, საკითხზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის დამდგარი, ხო? ანუ საკმაოდ უმძიმესი ამბავი დევს სასწორზე. შეიძლება ითქვას, აი მეორე მხარეზე რა შეგიძლიათ თქვათ, ხო? აი მხოლოდ ოცნება რომ არ აღწეროთ. ალბათ საზოგადოებას აქვს მოლოდინი თუ რა შესთავაზებს მას ის მხარე, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ან ჩაიბაროს ხელისუფლება, ან ეუბნება ყველას, რომ აი მე ვარ ალტერნატივა და თქვათ მე ამირჩიე. აი ამ ნაწილზე რა სიტყვით ლაშა?
იცით რა არის ისევ და ისევ მათი პერსპექტივიდან რომ შევხედოთ ცალსახაა როდესაც ახლა 2022 წელი ვახსენეთ ივანიშვილმა რომელიც აბსოლუტურად კომბინირებულია და სტრუქტურირებულია რუსეთში და მას არ ვიცი დავალება აქვს თუ თვითონ არის მისი მენტალიტეტი და შინაარსი ასეთი მოდით ამაზე ახლა არ დავიწყოთ ამის კვლევა რა მნიშვნელობა აქვს შედეგი ერთია მან მართლაც ფსონი დადო ცალსახად რუსეთის გამარჯვებაზე ანუ მისთვის წარმოუდგენელია როგორც ასე ვთქვათ მისი მენტალობისათვის მისი ბიოგრაფიისათვის და ასე შემდეგ და მისი კაპიტალისტვისაც ყველაფერს თავიდანვანებოთ ვიმეორებ მისთვის დაუჯერებელია რომ რუსეთი დამარცხდეს ამიტომ მისი ეს გათვლა მისი ეს სურვილი და მისი ეს რაღაცა მთელი სტრუქტურირება პოლიტიკის იყო ცალსახად ამაზე აწყობილი ანუ პრინციპში რომ წარმოვიდგინოთ ის ფიქრობდა რომ 2022 წელს 3 დღეში როგორც ამას მისი FSB-ს გენერლები ეუბნებოდნენ პუტინს 3 დღეში კიევი დაეცემოდა და შემდეგ რაღაცნაირი მოდიფიცირებული ახლებური ვარიანტი საბჭოთა კავშირი კონსტრუირდებოდა უბრალოდ მისი სურვილი იყო რომ პუტინისათვის ამ ახალ კონსტრუქციაში პუტინისტური ახლებური რუსეთის იმპერიის მას ქონოდა ის ფუნქცია მის ჯგუფს უпроსტოდ ქონოდა ის ფუნქცია რაც ქონდათ თქვა საბჭოთა დროს ადგილობრივ ცეკას მდივნებს არ ვიცი რომელიმე პატიაშვილს მჟავანაძეს თუ გუმბარიძეს აი ჩვენ აქ ვიქნებით და თქვენ აი ამ უბრალოდ ისინი ყოფილიყვნენ აქ და არა რომელიღაცა არ ვიცი დუგინისტები აკაური ალტინფო და სხვა აი რაღაც ამ პირობითად რომ ვთქვა აი ეს ფსონი მან დადო და არ გაცხადდა სებდიში ვერაფერი ვერ ამუშავდა რაც მათ მოინდომეს რეალურად ამ ეტაპამდე ანუ სინამდვილეში არც აგენტების კანონი მუშაობს რუსული კანონი არც სხვა რა მუშაობს ეს ჩვენ კარგად ვიცით ყველაფერი ხომ ანუ პირდაპირ რეპრესია და ის მეთოდები რომელიც სამწუხაროდ ხშირად არის ეფექტური როდესაც ისინი იწყებენ ისინი ძალიან დიდ რესურსს დებენ მანიპულაციაში საზოგადოების განწყობების აქ იხარჯება მილიონები პროპაგანდისტული არხები პროპაგანდისტული გვერდები და სხვა ხშირად ხდება ჩვენი საზოგადოების მანიპულირებაც ხშირად სამწუხაროდ ესეთ უნდა ვთქვა განამბეჭებ თავს გამოვრიცხავ აქედან მაგრამ ხშირად ჩვენ ძალიან ადვილად ვეგებით ხოლმე აი ამ სატყუარებს სადაც ქართულ ოცნებას რაღაცნაირად აქვს ხოლმე საკმაოდ ისეთი პრაგმატულად და ძალიან მწყობრად დალაგებული სცენარი როგორ აგვაცილოს ვთქვათ მნიშვნელოვანისგან და გადაგფთოს სხვა მიმართულები წაიღოს ჩვენი და სხვა ესე ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ და ძალიან თანმიმდევრულები ვართ მათთან პროტესტში და სახელდებაში იმ პრობლემების რომლებიც გვაქვს პრობლემებია მანიპულაცია პრობლემებია დაშინება ქართული საზოგადოების პრობლემაა როდესაც ჩვენ ვიკეტებით და წდებით ერთმანეთს პრობლემაა როდესაც რეგიონები ცალკეა და თბილისი ცალკეა პრობლემაა ეს ყველაფერი ცხადია მე აქ რასაკვირველია შორსა ვარ იმისაგან რომ პოლიტიკოსებს უსაყვედურო ეს იმიტომ რომ პოლიტიკოსთა ელიტა ციხეშია და უმრავლესობასაც აგერ საშიშროება ელის რომ კლავად შეაბრუნონ ციხეში მაგრამ იმის თქმა მინდა რომ აი ის რაზეც ფსონი დადო ივანიშვილმა ეს არ გამოვიდა რუსეთი ვერ იმარჯვებს ანუ მთელი მისი კონსტრუქცია ინგრევა როგორც მენტალური ფსიქოლოგიური ასევე პოლიტიკური აი ეს კონსტრუქცია აი ამ დანგრეული კონსტრუქციის პირობებში რას იზამს ქართული საზოგადოება უკრაინის გამარჯვების დროს აი ეს კითხვის ნიშანია აი ამ დროს ჩვენ არ უნდა ვიყოთ სუსტები რა გვასუსტებს ენერგიის არასწორად გახარჯვა ხშირ შემთხვევაში სწორედ ენის კონსტრუირება აი სახელდება თუნდაც დიახანები შეგაწყვეტილეთ კი დაასრულე ლაშა და შემდეგ კითხავთ იმ საკითხზე რითიც დავიწყეთ თავში ეს თქვენი წიგნის ამბავი ამის თქმა მინდოდა ანუ ხო ესეც მოდით გადავალ ამ წიგნზეც ესეც თავისთავად ცხადია უკაცრავად წიგნის პრობლემაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ რომ ასევე მოხდეს სახელდება ამ პრობლემის იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებასაც და საერთოდ ეს ქართულ რეალობაში ივანიშვილის ავტოკრატიამ მოახერხა ეს ნაწილობრივ რომ ყველანაირი ტიპის ავტორიტარული მარაზმი აქციოს ნორმალიზება ხდება ხო იმიტომ რომ მართლაც დღეს მე ბევრისგან მესმის რომ თქვენ იცით რომ ანუ ნანა სანდერისათვის გიორგი რომელაშვილმა მოვყვები ამ ისტორიას ორი სიტყვით უბრალოდ გააგზავნა ჩემი წიგნი დამკვირვებელი და შემდეგ აღმოჩნდა რომ ბადრაგმა გადაწყვიტა რომ ეს წიგნი არ მისულიყო ნანამდე სინდისის პატიმრამდე და ბადრაგის განსაზღვრება იყო ასეთი ნათქვამი სიტყვები ასეთი იყო რომ ეს არის პოლიტიკური ხასიათის და შესაბამისად ეს წიგნი არ მივიდოდა ადრესატამდე მე ადრეს გამიგზავნია წიგნები პატიმრებთან სინდისის პატიმრებთან პოლიტიკოსებთან და სხვადასხვა ამის პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ აი
ახლა პრობლემა გაჩნდა. ჯერ ერთი კითხვის ნიშანია, რომ ეს ბადრაგის ინიციატივაა, რომ წიგნს ასეთი შეფასება მისცეს თუ რაიმე სია არსებობს აკრძალული ავტორებისა თუ წიგნებისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანია, ნუ სისტემური ასე ვთქვათ გადაწყვეტილებაა, რო ვთქვათ, არ ვიცი, ლაშა ბუღაძის თუ ნებისმიერი სხვის წიგნი, რომელიც პროტესტთან არის დაკავშირებული, რომელიც აქტიური კრიტიკოსია ქართული ოცნებისა, აი ამათი წიგნები არის პრობლემა თუ კონკრეტულად ახლა არ ამგონია რომ იქ ეს ბადრაგს მოესწრო ახლა ამ წიგნის წაკითხვა ან საერთოდ ანოტაციის წაკითხვა ახლა მათი განათლების მინისტრი როგორც იცით ვეფხის ყაოსნის სათაურსაც კი ვერ ამბობს წაკითხვაზე ზედმეტიც არის ლაპარაკი ხო არასწორად ამბობს რუსთაველის პოემის სათაურსაც ამიტომ ეს ძალიან საინტერესოა რა ხდება დღეს როდესაც აი ეს უკვე გახმაურდა ეს ამბავი და თავიდანვანებოთ იმას რომ აბსოლუტურად უაზრო არის ეს განსაზღვრება რაშიც ეს პოლიტიკური ეს არის მხატვრული ტექსტი ეს არის მხატვრული ლიტერატურა ეს არის ფიქცია მე არანაირად არ ვსახელვდებ ამ ტექსტს როგორც პოლიტიკურ ტექსტს უკაცრავად და ეს განსაზღვრება ანა უკაცრავად გესმით ჩემი ხმა კი ბატონო ისმის დაგიკავშირდებით ლაშა თავიდან ვურეკავთ ჩვენ კვლავ ლაშა ბუღაძეს როგორც წესი 9 საათის შემდეგ ხოლმე ეგრეთ წოდებული ყური ითიშება ჩვენ მას ძალიან მალე დაუკავშირდებით და მივცემთ შესაძლებლობას რომ ასე ვთქვათ შეაჯამოს ეს საუბარი საკითხზე რომელიც ამ შემთხვევაში უკვე ბოლოსკენ შეეხებოდა მისი წიგნის თემას იმიტომ რომ თქვენ იცით რომ დღეს პენ საქართველოს ასევე გავრცელა განცხადება ამ თემაზე რომ ეს არის ცენზურის საგანგაშო შემთხვევა კი ბატონო ლაშა კი დაგიბრუნდით უკაცრავად ანა სადღაც ხო გავაგრძელე ლაპარაკი და ის არ ვიცი სად გავჩერდი მაგრამ იდეაში ხო ნუ ანუ ამას ვამბობდი რომ პრინციპში აი ეს რომ პოლიტიკურია ეს დაუშვებელია არავის არ აქვს უფლება რომ შეაფასოს ეს ტექსტი პოლიტიკურია თუ არა რომც იყოს პოლიტიკური და რა ყველა ლიტერატურული ტექსტი საბოლოო ჯამში მხატვრული ტექსტი პოლიტიკურია მაგრამ აქტუალური ოდისეაც კი ჰომეროსის პოლიტიკური ტექსტია რას ნიშნავს ეს ნებისმიერ რამ შეიძლება იყოს პოლიტიკური ტექსტი და არავის აქვს უფლება რომ კითხველამდე არ მივიდეს წიგნი გნებავთ ის იყოს პატიმარი თუ ამ შემთხვევაში არ იყოს საფყრობილეში ეს რას ნიშნავს ეს არის მაგალითი იმისა გვაქვს ისე პუტინისტური რუსეთის რომ 5 წლის წინ არც რუს ავტორებს ჰქონდათ პუტინის კრიტიკოსებს იმის განცდა რომ მათ წიგნებს აკრძალავდნენ მე მაღაზიებიდან გამოიტანეს თავიდან თუ ასე იწყება შემდეგ მაღაზიებიდან გამოაქვთ და დიმიტრი ბიკოვი იქნება თუ გრიგოლ ჩხარტიშვილი ანუ ბორის აკუნინი ისინი უკვე უცხოელ აგენტებად არიან გამოცხადებული და მათი წიგნები საერთოდაც ამოღებულია გამომცემლობებიდან წიგნის მაღაზიებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შემდეგ იწყება კონტროლი როდესაც რეჟიმი იწყებს ამა თუ იმ ფორმით სიტყვებისა და ლიტერატურის კონტროლს ეს უკვე არის კლასიკური ცენზურა და დღესაც ვიგებთ რომ თურმე ბევრი წიგნს შექმნია პრობლემა ჩემი წიგნი არ ყოფილა პირველი ჩემი წიგნი აღმოჩნდა რეზონანსის თვალსაჩინო და ესეც პრობლემაა ადამიანებმა უნდა თქვან ესეთი რაღაცები იმიტომ რომ ნუ ვეგუებით ასეთი მარაზმის ნორმალიზებას და ვინ მოხდა თქვენი ინფორმაციით ამ სიაში არ ყოფილხართ პირველი ვინ არის რამდენიმე ავტორი სხვა შორის რადიო თავისუფლებაზე ეკაკევარიშვილს აქვს პუბლიკაცია და მის ქვეშ აღმოჩნდა რომ საკმაოდ ბევრი ავტორია რომელიც ნინო ხარატეშვილი დაწყებული არ ვიცი აგერ ნოდარ დუმბაძის თეთრი ბაირაღებიც კი აღმოჩენილა ასეთი ანუ რაღაცა ასეთ ტექსტებსაც კი ასახელებენ დღეს აგერ მომწერეს რომ ჩემი პატარა ქვეყანაც თურმე თავის დროზე არ მისცეს საშუალება რომ ეს წიგნი შესულიყო მაგრამ აი ამ შემთხვევაში უკვე ძალიან ესეთი კაფიოთ იყო თქმული ჩემ დამკვირვებელთან მიმართებით ანუ ჩემ ამ რომანთან მიმართებით რომ ეს წიგნი არის ცალსახად პოლიტიკური და არ შეიძლება დიდი მადლობა და ვინ განსაზღვრავს ამას ეს არის პრობლემა და ეს არის ცენზურა დიდი მადლობა ლაშა